გაზზე დაგვიყვანეს ტარიფები და სამლარზე და ძალიან მცირე ტარიფი არის 2 ლარი დამიჯერეთ ეხლა საათში რამდენი შეკვეთა უნდა დატოვოს ადამიანმა რომ რაღაცა გამოიმუშაოს და ამიტომ უწევთ კურიერებს სწრაფად გადაადგილება თავის საფრთხეში ჩაგდება. კომპანიებთანაც ჰქონდა ძალიან ბევრჯერ შეხვედრები, მოლაპარაკებები, გვირდებია რომ გამოსწორდებოდა ორშაბათიდან, გვატყუებდნენ რომ არ აყვავსო უცხო მოქალაქეები, ვინც არის ქართულიო, მაგრამ ყოველ მისვლაზე გვატყუებენ და სრულ დაპირებებს გვაძლევენ, რომ როგორმე გაგვაჩუმონ და დავშალონ ხოლმე, მაგრამ ყოველ ხუთშაბათს ვაპირებ ჩვენ გაფიცვას, არ გავჩერდებით. ანუ კურიერობა როგორც ასეთი არის დამატებითი შემოსავლის საკითხი და არა ის რომ აი ძირითადად ვიყო ვალდებული. ვართ კურიერები, რომლებიც ძირითადად ამით შოულებთ თანხას და აი ზუსტად ასეთი კურიერების შემოერთება ჩვენს აქციაში მიუხედავად იმისა, რომ გვიდგანან მხარში, არის რთული, არის ხალხებსაც, ვინც ვალდებულობით მუშაობს. ანუ სხვა გზა რო აღარ აქვს. თავრობისგან ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ ესენი რომ ისევ როდისღაც წამოვლენ ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებაზე, ამჯერად მაინც შეასრულონ თავიანთი დანაპირება. კი უნდა ეს უცხოელი კურიერები შემოვიდნენ. იმათმა რომ არ იმუშაონ, მაგის მომხრე კი არა ვარ და კი არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ამათ ხარჯზე ჩვენ გაგვინახევრ ეს შემოსავალი და ვხვდიან ვალდებულს რომ ან მივატოვოთ საკურიერო, ბევრ ჩვენგანს მართლა არ აქვს სხვა შემოსავალი. ნუ ამ კონკრეტულ მომენტში ჩემი ძირითადი შემოსავალიც გახდა საკურიერო. ბევრი არის ვისაც 5 შვილი ყავს, ვისაც 3 შვილი ყავს, ავადმყოფი ყავს და ასე შემდეგ და ესე არჩენენ ოჯახს და რეალურად ეს ხალხი შემოსავლის გარეშე რჩება და თუ შემოსავლის გარეშე არა, ანაზღაურებას ქვევით უწევენ იმის მაგივრად ზევით აიწიოს. ყველა ვიცით რა მდგომარეობაა დღეს არა მარტო ქვეყანაში, არამედ სოფლიოში ყველაფერი ძვირდება და ძვირდება. ჩვენი ხელფასები კიდევ მცირდება და უფრო მეტი ქართველი მიდის ამ ქვეყნიდან სამწუხაროდ.